რელიზი მოამზადა G.Movie. ლესულ ფილმსის ნაწარმოები. ნიკ ლესურის ფილმი. როლებში ბრაიან ოსტინ გრინი, მაკენა ტეილორი, აკორი უაითი, დევიდ ვალდესი, ჯულია ქვონი, ივ მაურო და სხვები. კომპოზიტორი ლინუს ლაო. ოპერატორი მარტინ მუდი. სცენარის ავტორი ტომ ჩილკოუთი. რეჟისორი ნიკ ლესური. უკანასკნელი ღამე. ჯორჯ ვაშინგტონი ნამდვილი იდიოტი იყო. ნუ შეურაცხყოფთ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს. ნამდვილად იდიოტი იყო. მიგელ სიტყვები აკონტროლე. უკაცრავად მისტერ დანბარ. კარგი, ვხედავ, ვაშინგტონის შესახებ საკუთარი აზრი გაქვს და ეს სწორია. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს. ვინმეს უნდა ამაზე კომენტარის გაკეთება. მას მონები ხავდა. მონები? კარგი. მონები? კარგია. მიგელ, რა თქმა უნდა, მონები კარგი არ არის. სედი განაგრძე. რა? შენ ვაშინგტონზე ლაპარაკობდი? ხო. მას მონები ხავდა. ის გამოჩენილი ადამიანი იყო, ბრიტანელებს ებრძოდა. გზები გახავდა, მაგრამ ამისთვის ხეებს მონები ჭრიდნენ. მათ ფულს არ უხდიდა. ეს კი მონობაა. ეს დღეების განადგურება იყო, რაც ბრაზილიაში მოხდა და ძალიან ცუდია. ამბობენ, რომ ის მონებთან იწვა. არა, ეგ ჯონ კენედი იყო. არა, კენედი არ ყოფილა. ბავშვებო, მისმენეთ. მოდით სადოთ ვაშინგტონს ისე შევხედოთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ის როგორც ყველა ისტორიული ფიგურა, სუპერ გმირი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო. თავისი სისუსტეებითა და შეცდომებით. თუ მხოლოდ მის შეცდომებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და მის მიღწევებსაც განვიხილავთ, ფიქრობ მის გაგებას უკეთ შევძლებთ. ეს იქნება კარგი გამოსავალი. არ ვიცი, მაინც ნაბიჯვარი იყო. კარგი, დღეს ამით დავამთავროთ. ხვალ 5 საათამდე თქვენი ესეები ჩამიყარეთ Dropbox-ში. ყოველ გადაცილებულ დღეზე 10 ქულას დაგაკლებთ. გასაგებია? ნახვამდის. მაპატია რომ დავაგვიანე. ნუ ღელა, შენ ხო მომწერე. შეხვედრაზე შემოვრჩი, უფროსმა აღარ დაასრულა. არა უშავს. გმადლობ რომ მოიყვანე. გამარჯობა, მამა. გამარჯობა, პატარა. მთელი დღეები მასთან ყოფნა მიწევს. მართლა? საბავშვო ბაღი დახურეს. რატომ კარანტინია? არა, 2 კვირით საშინაო მეცადინეობაზე გადავიდნენ, სანამ ვირუსი ჩაივლის. ახლა აკრძალვის წესს ვარღვევ, მაგრამ ვიცი როგორ მოგენატრა. ამიტომ წამოვიყვანე. გმადლობ.
ორიგინალი ჩემთან დარჩება. ადვოკატმა თქვა, რომ ასლი მომეცა. შენი პირბადე სად არის? მანქანაში. არ გინდა გაიკეთო. რატომ მთელი დღეების სახლში ვზივარ და ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ? მაინც. ხალხისთვის მაინც. ისინი ხომ გიყურებენ. კარგი, შემდეგისთვის გავითვალისწინებ. კარგად გამოიყურები. თვალები ისევ გიბწყინავს. როგორც ხედავთ, მათ შეგიჭრია. სამსახურში როგორ მიდის საქმე? ნორმალურად. სირთულეებიც არის, მაგრამ ვუმკლავდები. მოიცადე, მოდი აქ. შეხედე. ეს დაგრჩა, როცა შენი ნივთები წაიღე. მანქანაში არ ჩაეტევა, შეგიძლია დაშალო. შემიძლია, მაგრამ დრო დასჭირდება. თუ გინდა მოგიტან. არა, სახლში არ შემოვალ. არ არის საჭირო. რატომ არ არის საჭირო? იცი რატომაც. ის რა ჩემს ადგილზე აჭერებს მანქანას? არა, თავისუფალ ადგილზე აჩერებს. ფსიქოთერაპევტს დაურეკე? შემეშვი გემ. შესანიშნავია. იცი რა? ველოსიპედი შენთვის დაიტოვე. რაც გინდა ის უქენი. მადლობ. კარგი, ნახვამდის. მამას ხელი დაუქნიე. ნახვამდის, მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ასე ადრე რატომ მოხვედი? სკოლაში ვირუსი დაფიქსირდა. ყველა სახლში გაუშვეს. ტესტი გაგიკეთეს? არა, ღამის დარეჯი დაავადდა და ჩვენ კითხვის ცვლაში ვმუშაობთ და მასთან შეხება არ გვაქვს. მერე გაკვეთილები? სკოლა დაკეტეს, ყველა სახლში გაუშვეს. რამდენიმე კვირა დისტანციურად ვიმუშავებთ. როგორც ჩანს, აქ ერთად ჩავიკეტეთ. რა საშინელებაა? მანქანაში კიდევ რამდენიმე პაკეტია. არ გინდა ცოტა ხანი სწავლას მოწყდე და შემოიტანო? ახლავე. Алло. არა, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ტექნიკური პრობლემა იყო. ახლავე შევალ აკაუნტში. ხო. ჯანდაბა. რა? არა, ხო. კი, მშვენივრად მესმის. რომ თქვენ მშობლები გირეკავენ და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ პანდემიის დროს. სულელი ხომ არ ვარ? იცით, საერთოდ მე ისტორიის მასწავლებელი ვარ და არა პროგრამისტი. დიახ, მე იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია, თუ რამე არ მოგწონთ, პროფკავშირებს მიმართეთ. შეგიძლიათ მიმართოთ. დიახ. და ისინი გადაწყვეტენ ამ პრობლემას. გამარჯობა, ბავშვებო.
დაგვიანებისთვის ბოდის გიხდით. პატარა ტექნიკური პრობლემა იყო. 258 გვერდზე გადაშალეთ. ტექნიკური მხარდაჭერა გჭირდება, იდიოტო. გადატვირთავ? არ გიცდია? ო, შენ, ოდესმე გამოგიყენებია გადატვირთვის ღილაკი. მინდა კოვიდი დამემართოს. ვაჩვენებ მას, ვინ არის უფროსი. თითქოს დაუმარცხებელი იყო. ასეცა, MMS-ის ტურნირში მესამე ადგილი ავიღე, დაგავიწყდათ? ხო, ღორობაში შავი ქამარი მოიპოვე. ყოველ ღამე ვფიქრობ, აქამდე რატომ არ დაგშორდი. ღამე მხოლოდ ამაზე ფიქრობ? დიდი მადლობა, შემდეგში მე დაგპატიჟებთ. დაივიწყე, არაფერია. მოწყენილობისგან უფრო მოვკვდები, ვიდრე კოვიდისგან. იცით რა? უნდა გავერთოთ და დავლიოთ. სად? ყველას მშობლები ხავს სახლში. აქვე ახლოს ძველი საწყობია. იქ ხომ დათვა? შენ საიდან იცი? მე და დედა ღამეს ასეირნოდ გავდივართ. დარაჯი მთელი ღამე იქცის. კიდევ რომელი შენობებია ცარიელი? სკოლები. ხო, მაგრამ იქ ხომ ვიღაც მუშაობს. ბევრად გილას არავინა. ჩვენი საერთოდ დახურეს. რატო? დედამ თქვა რომ ვიღაც დაავადდა და გადაწყვიტეს არ გაერისკათ. გინდა თქვა რომ ცარიელია? ეგ ხომ სკოლაა და არა გასართობი მოედანი. სწორედ ამიტომაა იდეალური. ვირუსის გამო იქ რამდენიმე დღე არავინ შევა. ეს რაღაც რადიაციასავითაა. ამ ლოგიკით ჯობია არც ჩვენ შევიდეთ. ტრევორ, პეინტბოლის იარაღი გაყიდე? ჯერ არა. მაგარია. წავიდეთ და მთელი სკოლა საღებავებით მოვხატოთ. რა სისულელეა? გეყოფა. პეინტბოლის პარკი პანდემიის გამო დახურეს. მე კი ვიცი როგორ განატრება თამაში. ეს ერთადერთია რაც გამოგდის. მადლობ ძმაო. იქნება ასე მაინც მოხიბლოს ედი. გეყოფა ლაპარაკი. ვფიქრობ კარგი იქნება. შვენიერი გეგმაა. არ ვიცი. იქ დედა მუშაობს. თუ დაგვიჭერენ მასაც მოხდება. ვერ დაგვიჭერენ. თუ დაგვინახავენ, უკანა გასასვლელიდან გავალთ. მოხუცი დამლაგებლისგან გაქცევას ხომ შევძლებთ? ვიცი, შენ თანახმა ხარ. შენ? ტრევორი თუ წამოვა კი? გახფა თანახმა. კარგი, ბოდიში. პირბადები რატომ არ გიგეთიათ? ყველაფერი რიგზია. ჩვენ ჯგუფური იმუნიტეტი გვაქვს. პირბადები უნდა გეკეთოთ. მეგობარო, ნუღელო, პრეზერვატივსაც ერთის გამოტოვებით ვიკეთებ. ეს ხელმაგენის გამო მოგხვდება. ჩვენ თინეიჯერები ვართ, დაუმარცხებლები. ბრიტანელებსა და ამერიკელებს იარაღი რომ არ ქონოდათ, ალბათ ის არავის დასჭირდებოდა. გეთანხმები, მაგრამ ის მათ ჰქონდათ. სწორედ ასე გაჩნდა მეორე შესწორება. მაგრამ ეს ხომ სისულელეა. მაპატიეთ. არ ვიცი. არა, ასე ნუ ამბობ, პირიქით მომწონს, როცა მსჯელობ და საკუთარ აზრს გამოთქვამ. ეს საინტერესო და ძალიან კარგია. ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ იარაღის ფლობა მოქალაქეების ბუნებრივი უფლებაა. ეს ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობას მატებს. თქვენ გააქვთ იარაღი? ეჭვი მეპარება, რომ ამ საკითხზე ჩემს შეხედულებებს რაიმე კავშირი ჰქონდეს ჩვენს მეცადინეობასთან. ეს ხოს ნიშნავს? ვფიქრობ, მეორე შესწორება იმისთვის მიიღეს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი საფრთხისგან თავის დაცვის საშუალება ჰქონოდათ. ხელისუფლება ხომ ხშირად არ ითვალისწინებს ჩვეულებრივ ამერიკელთა აზრს. სექსიზმის გარეშე ამერიკელი ქალებისა და კაცების აზრს. ო, ამერიკელი ქალების აზრს. გმადლობ, ჯენეზის. არ ვიცი. გეყოფა ამ სიტყვის გამეორება. თქვი, რას ფიქრობ? არ მინდა ვინმე მესროლოს.
პანდემიის ერთადერთი სიკეთე ის არის, რომ კვირაში ერთხელ არ გესმის იმის შესახებ, რომ ვიღაცამ სკოლაში ვიღაცას ესროლა. ასეა. სწორი შენიშვნაა. იცი, ყოველთვის არ გეთანხმები, მაგრამ ლოგიკურად აზროვნებ და საკმაოდ კარგი არგუმენტები მოყავს. კარგი, დღეისთვის დავასრულოთ. ათისთვის გაწყობთ. არა, ცოტა გვიან. მამა 12-ის ნახევრამდე ტელევიზორს უყურებს. სედი შენ მოხვალ? ხო, დეიდამ ნება დამრთო. 6-ისთვის მოვალ. ტრევორ შენ? ო, მეც მოვალ. იარაღსაც წამოიღებ? ყველაფერი იქნება. გასაღებს აიღებ? რატომ? პანჯერას ხომ არ ჩავამტვრევთ? გასაღები გჭირდება. ჯანდაბა, მისმინე. ძალას ნოატან. კარგი. გასაღებს ავიღებ. თუ არ აიღებ, სედი დანბარს მისი გასაღებების აცმისთვის მინეც გაუკეთებს. მიგელ, რა იდიოტი ხარ, სიტყვები აკონტროლე. ის ხომ სულ სედის მიმართავს. სედი განაგრძე, სედი რას ფიქრობ, სანამ გაკვეთილი დაიწყება, შეგიძლია მოკლე ქვედაბოლო ჩაიცვა, რომ შენი საცვალი დავინახო? რა საზიზღარი ხარ? ეს საშინელებაა. კარგი ხუმრობ. ხომ ასეა ტრევორ? ამაში ნუ გამრევ. იდიოტო. მაპატია, უბრალოდ ვიხუმრე. მაგრამ ის რეალურად უცნაური ტიპია. ვერ ხედავ, როგორ გიყურებს. მაგრამ ერთობა შენი წყალობით. გეყოფა, საკმარისია. შენი აზრით გარყვნილი არ არის? ხო, ის უცნაური ტიპია, მაგრამ მე რა? თავარი ის არის, რომ საშინლად იქცევი. მას ცოლი გაიგზა. რა? ო, დედამ მითხრა, რომ ერთმანეთს შორდებიან. თურმე დანბარს თავში ყველაფერი წესრიგში არ აქვს. გავიგე, რომ შარშანკინაღამ პრაქტიკანტი მოყლა, როცა ის დაბოლილი მოვიდა. სერიოზულად? და რა ქნა იმ სულელმა? არ ვიცი. მაგრამ მასზე საჩივარი შეიტანეს. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია. ის ნამდვილი ფსიქოპატია. საქმე გახსნილია. გეყოფა. რა იყო? მიდი, სედი, გთხოვ, განაგრძე. მე თუ მკითხავთ. ის ნორმალურია. უბრალოდ ცივდიანია. ყველას აქვს რთული პერიოდი. მასთან დაწოლა გინდა? მიგელ, დიდი ხანია სექსი არ გქონია და ჭკუიდან იშლები. იქნებ საკუთარ თავს დაეხმარო. შესანიშნავია, იქნებ სხვა დამეხმაროს. სერიოზულად? მიგელ, იცი, მგონი მართალი ხარ. აბა რა? ო, სედის ნამდვილად უცნაურად ელაპარაკება. იქნებ ცოლი იმიტომ გაიქცა, რომ გაიგო მოსწავლეებს როგორ აბამს. ნუ იქნები გარყვნილი და ბრალს ვერავინ დაგდებს. ეს კარმაა. ასე. უკვე მეშინია. სკოლაში რომ დაუბრუნდებით, თუ უცნაურად მოიქცევა, ვიტყვი რომ ხელებს მიფათურებდა. ჯანდაბა. შენ ჩემზე უარესი ხარ. ამის დედაც. კარგი რა, ძნელია რომ გამატარო. გაიწიე. გზიდან გადადი. შენი დედაც. გამატარე, გაიწიე. რასაკეთებ, შეიშალე? ქვეითებს უპირატესობა აქვს. მანქანას რატომ მორტყამ წყეულო ქვეითო? კარგი, მაპატიეთ, რომ თქვენს მანქანას დავარტყი. ო, ნამდვილად არასწორად მოიქეცი. იმიტომ დავრბივარ, რომ სტრესი მაქვს. ფეხებზე მკიდია. არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს მანქანას ხელები ურტყას, გესმის? გასაგებია. რა ჯანდაბას აკეთებ? მიიღე ნაბიჯვარო. შეიშალე? გამიშვი. მოგწონს? გამიშვი, ავადმყოფო. ნაბიჯვარო. ჯანდაბა. ავადმყოფი ხარ? მომისმენე. აქ არავინ მოვა. და არ დაგეხმარება, გასაგებია? გაგიმართლა, მეგობარო.
მისტერ დამბარ, მაბადიეთ. რას ფიქრობთ? რასთან დაკავშირებით? ბოდიში, ცუდი კავშირია. ვერ გავიგე, რა მკითხეთ? ვაშინგტონის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა დილემის წინაშე აღმოჩნდა. რა დილემის? არ ვიცი. სედი, ნუ ამბობ, რომ არ იცი. ნუ გეშინია. თქვი, რასაც ფიქრობ. ფიქრობ, გულის სიღრმეში ის ჯარისკაცი იყო. შეიძლება თავის გარემოცვაში ყველაზე ჭკვიანი არა, მაგრამ ნამდვილად ყველაზე მოხერხებული. ალბათ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ლიდერი გახდე. მას თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნდა. და ვფიქრობ, მადლიერიც იყო. მადლიერი რისთვის? იმ იმედისთვის, რომ მისი ქვეყანა ძლიერი გახდებოდა. ესე იგი, ის ხვდებოდა თავის როლს ისტორიაში. ნამდვილად. ისე მოკვდა, რომ იცოდა ისტორიაში კვალი დატოვა. ჩემი აზრით ეს საკმარისია. ხო. სრულიად გეთანხმები. კარგი, დღეისთვის საკმარისია. გმადლობ, სედი. ყველას სასიამოვნო უქმეებს გესურვებთ. გააღებ? ეს შენი სახლია. მართლა? კარგი, დაივიწყე. გავაღებ. თამაშს უყურებ. ხო? ხო? ვინ არის? ყველაფერი კარგადაა. არა. არ არის კარგად. სახლში შედი. არ მჯერა, მაგრამ ეს ადგილი მომენატრა. მოიცადე. იქ სინათლეა. ტრევორ, აქ ნამდვილად არავინაა? დედამ ასე თქვა. დაინახე? ბავშვებო, დარაჯია. რას აკეთებ? აქეთ მოდის. გაქცევას ვერ მოვასწრებთ, შემოდი. მოდი. ჯანდაბა. სწრაფად.
ჯანდაბა. ამოდი. მაპატი. ეს ასე არ წარმოგიდგინა არა? ადეკი. როგორი სიჩუმეა. აქაურობა საშიშია. ცარიელ სკოლაში არასოდეს ყოფილ ხარ? მე ერთხელ დედასთან ერთად ვიყავი. მეგობრებო, რატომ ჩორჩულებთ? ჯუმად. რა თქვი? არ მესმის. ნუ ყვირი. პენისი? გაჩუმდი. პენისი, დიდი თმიანი კვერცხები. გაჩუმდი. გეყოფა, გაჩუმდი. რატომ აჩუმებ? აქ არავინა. არის ვინმე? ჯუმად. არის ვინმე? მე მგონი მარტო ვართ. აქ სულ მარტო ვართ. დღეს ჩვენ ვართ აქ უფროსები. არის? არის. მაგარია. 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 არის. ადეკი. დაუცებ ეს მახინჯი მე მეუბნება საუკეთესო მსახიობს დრამატულ წრეში, რომ თურმე სცენაზე სიტყვას ვაწყვეტინებ. მე მთავარი როლი მაქვს და შემიძლია ნებისმიერი გადავფარო, ვინც მინდა და რამდენჯერაც მინდა. სულელი. ხო, საყვარელო, გეთანხმები. შენ ვარსკვლავი ხარ. გმადლობ ძვირფასა. ესე იგი დღეს სექსი გვექნება? იცი ჩვენ კიდევ რა არ გაგვიკეთებია? რაღაც ვარაუდები მაქვს. მართლა? ალბათ ორგია იგულისხმე, არა? ოჩემოდ. მე წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ერთად არ გვიბანავია. ო. დაგისხა. ჩემი ჭიქა ჯერ კიდევ სავსეა. შენი დათრობა არც მეფიქრია. მაშინ იმედი გამიცროე.
მეგობრებო, თქვენთვის არ მომიყოლია ერთხელ როგორ გამოვიქეცი ოკეანოგრაფიიდან და აქ შემოვიპარე, რომ მენახა როგორ იცვლიდნენ გოგოები. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი მაგარი გოგოა აქ. ჯერად? მოკლედ, ამ დღეს თავდასხმა იყო. მასწავლებელი და მოსწავლეები არ მოვიდნენ. მე კი ვიჯექი და წვიმის გადაღებას ველოდებოდი. როცა წასვლა გადავწყვიტე და ვინახე, რომ საშხაპეში მის ბიპეში შემოვიდა. ჯანდაბა არ ვიცოდი რა მექნა. იმედი მქონდა, რომ მის ფისოს მოვკრავდი თვალს, მაგრამ თურმე ტუალეტში უნდოდა და კარგა ხანს ესპანურის მასწავლებლის განავლის სუნს ვყნოსავდი. ეს ამბავი არასოდეს მომიყოლია თქვენთვის. რა იყო? კარგი. მინიშნება გასაგებია. მაგრამ იცით რა? თავარი ვეშაპის ზომა კი არა, დელფინის სისწრაფეა. რა? ხომ გაიგეთ? არა. ღმერთო. წადი აქედან. მივდივარ? წადი. მივდივარ. რაზე ვლაპარაკობდით? არ გახსოვს? არა. დელფინებს გაუმარჯოს. არა. რა? მერვე კლასში ლედი მაკბეთს ვთამაშობდი. პრემიერაზე ამ სცენაზე გამოსვლის უფლება მოგცეს. შენ გახსოვს? პრემიერა? არა, მონოლოგი. რაღაც ადგილები. წაგვიკითხავ. აქ? ხო. არა. გეყოფა, მართლა მაინტერესებს. მეც. არა. მინდა მოგისმინო. გთხოვ, მიდი. მიდი. Genesis. მიდი. თქვენ ხელმძღვანელნო კაცისა კვლისა, სადაც კი სუფევთ და უხილავად ცდილობთ ვნებას ბუნების ძალთა. მოდით აქ, ჩემთან. ეს ძუძუნი დედაკაცისა, რძის სამაგივროდ გარდაჰქმენით, ბალღამის გუბეთ. შენც ბნელო ღამევ, მოახლოვდი და ჯოჯოხეთის წყვდიადი, შავი კვამლით გარშე იმოსე. რომ ჩემმა ბასრმა დანამთვით ვერ დაინახოს თვისი ნაქმნარი და ზეცამც ვერ გაარღვიოს თვისი სხივებით ბნელი ფარდა და ხმა არ გამოსცეს. მიგელ იდიოტო, კარგად გამომივიდა? გამორთე. მიგელ, იდიოტო. რატომ ვარ იდიოტი? შესანიშნავი, აღფრთოვანებული ვარ. ტრევორ, შენს ადგილას გავიქცეოდი. მე თქვენ დაგინახეთ. ისედაც კარგად გიცნობთ და შემიძლია პოლიციას დეტალურად მოუყვე თქვენს შესახებ. ერთი წუთით. ახლავე? კარგი. ჯანდაბა. არა. ამის დედაც. მოტრიალდით? შესანიშნავი კადრია. ძალიან კარგია. ახლა ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ყველაფერი მოვიგონე. კარგი. აბა როგორ ხართ, მეგობრებო? ყველაფერი რიგზეა? კარგი? კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ამისთვის გააქვთ ბურთები? რას მიყურებთ? არ გინდათ რომ თქვენთან ერთად ვითამაშო? სერიოზულად, მისტერ დამბარ. რა თქმა უნდა, ერთად ვითამაშოთ, არ ჩაგიშვებთ. პირდებით. მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ გონიათ. მართლა. და რა გინდათ? თქვენთან ერთად პეინტბოლის თამაში, მეტი არაფერი. ფიქრობთ მარტო თქვენ მოგწყინდათ სახლში ჯდომა ამ წყეული პანდემიის გამო? მიდით. მიდით დატენეთ. ორ გუნდად გავიყოთ. შენობაში განსხვავებული პოზიციები დავიკავოთ. ტრევორ, ეს ყველაფერი შენია? დიახ. და რამდენად ხშირად ისვრი?
Paint World-ში საშვი მაქვს. უკაცრავად სად გაქვს საშვი? სეზონური საშვი Paint World-ში. სეზონური საშვი Paint World-ში? და კიდევ გიკვირს გოგოებთან რატომ არაფერი გამოგდის? ჟანდაბა. ვიხუმრე. მაგრამ შენ ნამდვილი როკ ვარსკვლავი იქნები, რადგან გუნდში ორი გოგო გეყოლება. მიგელ, შენ ჩემთან იქნები. რატომ უნდა ვიყო თქვენთან? იმიტომ რომ ყველაზე კარგი მსროლელი ვარ. შენ კი გუნდში სუსტი რგოლი ხარ. მე ვარ სუსტი. არ გეწყინოს მეგობრო. უბრალოდ მე დიდი ხანია ვისვრი. საკმარისი ადამიანი შევხედო რომ მივხვდე რამდენად კარგი მსროლელია. შენ კი ერთი შეხედვით გეტყობა რომ 2 მეტრის დისტანციაზეც ვერ მოარტყა მიზანში. მართალი ვარ ტრევორ? გულახდილად რომ გითხრათ ასეა. რა იყო, შენ მიზანში ვერ ისვრი. მოკეთე. ეს სიმართლეა. კარგი, ახლა კი წესების შესახებ. თავსა და გულში არ ვისვრით, მხოლოდ ხელებსა და ფეხებში. თუ ფეხში მოგარტყამ, ყოჭლობით ირბენთ, ვინც ყოჭლობით არ ირბენს, თაღლითობისთვის დაიჯდება. გასაგებია? 3 მოხვედრის შემდეგ გავარდებით. მაგარი იქნება. თანაც ძალიან და ბოლოს ოღონდ არ გეწყინოთ. ტელეფონები აქ დატოვეთ, კარგი? სწრაფად. რა? კარადაში შეინახეთ, არ მინდა რომ თამაშის დროს გამოიყენოთ. მე ჩემს ტელეფონს არ შევინახავ. პირდებით არ გამოვიყენებთ. ხო, სიტყვას გაძლევთ. სერიოზულად? მე უკვე 24 წელია მასწავლებლად მუშაობ და ვიცი, რომ 17 წლის მოზარდის სიტყვა ისევე ჟღერს, როგორც დირექტორის. ანუ მას ფასი არ აქვს. ტელეფონები კარადაში შეინახეთ. ვფიქრობის მართალია. მე მითამაშია ადამიანებთან ერთად, რომლებიც ერთმანეთს სიგნალებს აძლევდნენ. რთულია თავი შეიკავო, როცა კუთხეში მიგიმწყდებენ. ასე რომ მართალია. ექსპერტს დაუჯერეთ. დიდი მადლობა. მეორე სემესტრში დამატებით ქულებს მიიღებ. მართლა? მეგობრებო, ნუ ღელავთ, მე კარგი ბიჭი ვარ, სერიოზულად. თითქოს წარსულში დავბრუნდი. თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ. ეს ძალიან მაგარია. ისეთი ბებერიც არ ვარ, რომ არ მახსოვდეს, როგორია თქვენ სასაკში ყოფნა. მე ყველაფერი მახსოვს, ასე რომ მიდით, სამართლიანად ვითამაშოთ. მე შევინახავ ჩემს ტელეფონს. მომეცით. მადლობა. მომეცი ტელეფონი. Genesis. მომეცი. მადლობა. ამ თამაშში მთავარი კონცენტრაცია და გუნდური მოქმედებაა. ასევე სტრატეგიული აზროვნება. ქალბატონებო და ბატონებო, თამაშის მიზანი დროშის მოპოვებაა, რომელიც შენობის ცენტრშია განთავსებული. ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით დავიწყებთ. სედი, ტრევორ და ჯენეზის. თქვენ სამხრეთი მხარე დაიკავეთ. მე და მიგელი კი აღმოსავლეთი ფრთიდან დავიწყებთ. ხო, დრო აკონტროლე. როცა ის არის 10-დან მივა, უნდა დავიწყოთ. და მე რა იქნება? უბრალოდ გამომყევი და სანახაობებით დატკბი. გამომართვი. მადლობთ. მისმინეთ. ჩვენ სამნი ვართ და უპირატესობა ჩვენ მხარეზეა. მე წამყვანი ვიქნები. ჩემს ნიშანზე პერიმეტრი დაიცავით. ახლა გადაგვითარგმნე. აკონტროლეთ რომ ყველაფერი რიგზე იყოს. ნიშანს მომცემთ, მე კი გზას გავაგრძელებ. მე კარადებთან გავჩერდებით. საუკეთესო თავშესაფარი არ არის, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. ნამდვილი მსროლელი ხარ. ვიცით როგორ უნდა ისროლოთ? მე ვიცი. ის წყლის ბურთზე უფრო მტკივნეულია. წყლის ბურთიც მტკივნეულია. კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. წინ. დროშა იქ არის კაბინეტში. აქ დამელოდეთ.
აკეთ. რას ველოდებით? გაჩერდი. რა იყო? იქ არის? აპარატის უკან დგას. ჩვენზე წინ გავიდა? მოდი გავარკვიოთ. ის მე მესვრის და ცოტა ხნით ყურადღებას გადავატანინებ. თავგზას ავურევ. ამას აზრი აქვს? აქვს ეს თავგანწირვაა. და იმუშავებს? არ ვიცი, მაგრამ იქნებ ერთ-ერთმა ან ორივემ შეძლოთ გაქცევა. ეს ერთადერთი ვარიანტია. კი, მაგრამ სამთლაზე. 1 2 3 მოიცადეთ. სიურპრიზი. ჭანდება. ამის დედაც. მე ვარ. როგორ ჩანს, გუნდში ცუდი მოთამაშე ავიყვანე. სარკიდან დამინახეთ. ო, შენ კარგი ტაქტიკური აზროვნება გაქვს, რეალურ ცხოვრებაში გამოგადგება. ყველა მზად ხართ? მეორე რაუნდი დავიწყოთ. იქნებ გამოვიცვალოთ და გადავჯგუფდეთ. არა. ჩვენთვის აქ დიდი ხნით დარჩენა არ შეიძლება. მალე დაცვა დაბრუნდება. მაგრამ შეგვიძლია მონაწილეები შევცვალოთ. სედი, ჩემთან ერთად წამოხვალ? რამე ვერ გავიგე, რატომ იცინი? არა, არაფერი, მისტერ დანბარ. რატომ ის? ტრევორ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს ბრძანებებს. ალბათ დიდი ხნის წინ დარწმუნდით, რომ ჩემი მეწყვილე ამით ნამდვილად ვერ დაიქვეყნეს. და მეორე? მეორე? როგორც უკვე იცით, მე ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული. რა იყო? ისეთი რა ვთქვი? მისტერ დანბარ, ეს ხომ ნორმალური არ არის? რა არის ამაში არანორმალური, ჯენეზის? მე მხოლოდ ის გავი მეორე, რაც მონაწილეებისგან გავიგონე. რას გულისხმობთ? თქვენი ლაპარაკი მოვისმინე Zoom-ში. ყველაფერი, რასაც ამბობდით. პეინტბოლის თამაშის შესახებაც იქ მოვისმინე, ამიტომ მოვედი აქ გასართობად. ჩვენ ეს არ გვიგულისხმია. ხო, უბრალოდ ვხუმრობდით. არა, იცით, არ მგონია, რომ ხუმრობდით. მე ვფიქრობ, შანსი რომ გქონოდა ჭორს გაავრცელებდი ჩემზე. სერიოზულად? ხო, შეიკრიბებოდით და ისეთ ტყუილს იტყოდით, რომ ჩემს კარიერას გაანადგურებდით. ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია, ხომ ასეა? არადარისთვის. იმისთვის, რომ სედი ცოტათი შევაქე? უბრალოდ პატარა სედი, სამირვიანი? მისტერ დანბარ, თქვენ ყველაფერი არასწორად გაიგეთ, ჩვენ არასოდეს მე კი მგონია, რომ ყველაფერი სწორად გავიგე. მიგელ, ეს თქვენ არ გესმით არაფერი. ასე რატომ დაიძაბეთ? მე ხომ ხუმრობ. საერთოდ არ ბრაზობ. მართლა არ ბრაზობ. ნეტავს საკუთარი თავისთვის შეგეხედა. ამჯერად მინდა მარტო წავიდე. თუ წინააღმდეგი არ იქნებით. აბა, თანახმა ხართ? რაც შეეხება დროს, მაშინ დავიწყოთ, როცა პატარა ისარი 5-ს მიუახლოვდება. შევთანხმდით? კარგი? შესანიშნავია.
ეს რა იყო? მიგელ სულ კანკალებ. ჯანდაბა. მოდი აქედან წავიდეთ. ო, აღარ მინდა აქ დარჩენა. და ტელეფონები? ჯანდაბა. ტელეფონი ფეხებზე მკიდია, წავიდეთ. გაგიჟდი? მე ტელეფონის გარეშე არ წავალ. სერიოზულად. კარგი, თქვენ წადით. ჩვენ ტელეფონებს ავიღებთ და გასასვლელთან შეგხვდებით. კარგი, წავიდეთ. ღმერთო ჩემო. ჯანდაბა. ტელეფონი ასე გჭირდება? რა თქმა უნდა. კარგად ხარ? ეს რა იყო? რა? მან შენი ინსტაგრამის ნიკი იცოდა. მე რა? შენი პირადი გვერდის ნიკი. რას გულისხმობ? მას პირადი ნომერი მიეცი? გონია ჩემი ნომერი მივეცი? მიპასუხე. არა. უბრალოდ ჩემი გამომწერია. რა მოხდა? შენ ხომ დახურული აკაუნტი გაქვს? გამომწერებში დაამატე. იქ ხომ ყველა ჩვენი ფოტოა ატვირთული. ო, დეტექტივო, მე რა? პირადში გწერდა? არ ვიცი. ნუ მატყუებ. მე ბევრი ხალხი მწერს. კარგი. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. სახლში წავიდეთ. ამის დედაც. ალბათ მეორე საკეთით ჩაკეტეს. უკან წავიდეთ. მოიცადე. გესმის? რა? ჯაჭვია. კარი მოძრაობს. როგორც ჩანს გარედან ჯაჭვით არის ჩაკეტილი. დავუშვათ. ეს რას ნიშნავს? როცა შემოვედით, ის აქ არ იყო. დარწმუნებული ხარ? არა, მაგრამ მაშინ რა პრობლემაა? ვინ ჩაკეტა? არ ვიცი, წამოდი უკან დავუბრუნდეთ. წამოდი. იქნებ პანჯერა ჩაამტრია. რა აზრი აქვს? გარეთ დამცავი ბადეა. გეყოფა. დამშვიდი ჯენ, გეყოფა. ტელეფონი მჭირდება. ისე არ წავალ. ჯანდაბა. ტრევორ. რა იყო? აქ რაღაც ხდება. ვგრძნობ, რომ რაღაც ცუდი ხდება. გამოწიე. მიაწექი. ვაწვევი. თითქმის გავაღე. მისტერ დამბარ? სკოლის საკუთრების დაზიანება სერიოზული დანაშაულია. წავიდეთ აქედან. არც ვიფიქრებ. ჯენ, რა ხდება? ჩვენ აღარ თამაშობთ. რას აკეთებთ? რას აკეთებთ? გაჩერდით. ჯენ, წამოდი. ტელეფონი. დაივიწყე ეგ ტელეფონი. აქედან უნდა გავიდეთ. ხო, მომბეზრდა ეს ყველაფერი. მან ყველა გასასვლელი ჩაკეტა. რა? ნუ ღარ ისვრი, ჩვენ აღარ თამაშობთ. პენდბოლი აღარ გინდათ? მისმინე, თუ სროლას არ შეწყვეთ, ვიღაც დაშავდება და ეს შეიძლება შენ იყო. მორჩა. თამაში დასრულებულია. უნდა ვაღიარო, რომ იმედგაცრუებული ვარ. შეიძლება ვაშინგტონი მახინჯი იყო, მაგრამ ის არასოდეს ნებდებოდა. მისმინე, აქედან წავიდეთ. მისთვის გვერდის ავლა მოგვიწევს, რომ აქედან გავაღწიოთ. ჩვენ მივდივართ. ამის უფლება გაქვს. იქნებ გამოხვიდეთ. მე უკვე ჩავაბარი იარაღი. ეს არ არის საკმარისი. ყველაფერი რიგზია. რა? ის ისევ იქ არის. ხო, მაგრამ იარაღი აქ არის. იქნებ კიდევ აქვს. მე აქ არ დარჩები. კარგი. ჯანდაბა.
ყველაფერი რიგზია, წავიდე. ეი, რას აკეთებ? ჩვენ ხომ გითხარით რომ აღარ თამაშობთ? ტრევორის საღებავი არ არის ღმერთო. ტრევორ, ეს სიცხლეა. ჯანდაბა. ადეკი. ჯანდაბა. ადეკი. ჯანდაბა. ადეკი. ადეკი მიგელ. მიდი. მიდი ადეკი. მიდი ადეკი. სწრაფად. ადეკი. ადეკი. წამოდი. ადეკი ჩქარა. სწრაფად ოთახში. ადეკი. არ გაითიშო. ჩქარა. ოღონდ არ გაითიშო. აქეთ მოდით. დასვი. არ გაითიშო გთხოვ. ბევრი სისხლი მოსდის. ასე ნუ ამბობ. როგორ? თითქოს აქ არ ვიყო. მალე მოკვდები. არა, არ მოკვდები. არავინ არ მოკვდება. ღმერთო. ჯენეზისმა დაკტოვა. წავიდა. სედი დამეხმარე. მიჭირავს. აქეთ. ჯანდაბა. წამოდი. ადეკი წამოდი. დამეყრდენი აი ასე. ჯანდაბა. აქეთ წამოდით. პანჯრის გაღებაში დამეხმარე. ჯანდაბა. აპატი. ადეკი. არ შემიძლია. სიკვდილი არ მინდა. დამშვიდდი. არ მოკვდები. აღარ იღება. აქედან ვერ გავძვრებით. იცით ყველაზე მეტად რა მწყინს? რომ თეოდორ რუზველტამდე ვერ მივედით. არადა ჩვენი უდიდესი პრეზიდენტი იყო. ციტატა. სულელი, რომელიც განსხვავებას ვერ ხედავს, კარგსა და ცუდს შორის, ისეთივე სახიფათოა, როგორც ადამიანი, რომელიც ირჩევს ცუდს. იქ ვიღაც არის. გვიშველეთ. დაგვეხმარეთ. არა. ეს პოდკასტია, რომელსაც არასოდეს შევწერთ. არა და ნამდვილად ღირს მისი ჩაწერა. კვერცხები რომ გქონდეს. გვიშველეთ, დაგვეხმარეთ. თავბრუმე ყველა. ჩვენ არავის განსჯით, რადგან ჯერ ყველაფერში უნდა გავერკვეთ. ხომ ასეა? მოკლედ ჩვენ დივანზე წევართ ღვინით ხელში, ის ძაღლი კი მთელი საღამო არ ჩერდება. ჯანდაბა. მიდი სედ. მას ოდნავ მოვარტყი ფეხი, რომ გაჩერებულიყო. იმ პატარა ნაბიჯვარმა კი ჩემი ფეხის გაჟი მოადაიწყო. და ამ დროს ეს რა არის? მოიცადე, მისმინე, ცოტა ხანში დაგირეკავ, კარგი? ცოტა ხანში დაგირეკავ. კარგი. გვიშველე. დაგვეხმარე. გვიშველე. მან რას აკეთებთ? გვიშველე. ვითიშები. დაგვეხმარე. რა გჭირს? ადეკი. სედი დამეხმარე. ჯანდაბა. ღმერთო. რა ჯანდაბა? უნდა წავიდეთ.
ახლავე უნდა წავიდეთ. მას აქ ხომ არ დავტოვებთ? თუ არ წავალთ, ჩვენც დაგხვოცავს. წამოდი. ჯანდაბა. თუ შენი. რა ხდება აქ? ღმერთო. სად იყავი? ვიმალებოდი. დავინახე გარეთ როგორ გავიდა, მაგრამ ყველა კარი ჩაკეტილია. მიგელი სად არის? ის მკვდარია. რა? აქედან უნდა გავახციოთ. ჯანდაბა. ადგომა შეძლებ. ადექი, მიდი დროზე. მეორე ფლიგელში უნდა გადავიდეთ. აქ ყველაფერი დაკეტილია. დანბარი აქ საუკუნეა მუშაობს. მან ეს შენობა ზეპირად იცის. ჯენი შეგვაფერხებს. არ გაბედო ჩემი აქ დატოვება. არა, ჩვენ სატყუ არ გვჭირდება. არა, ერთად უნდა ვიყოთ. წამოსვლას შევძლებ. არა, მოიცადე. დაეხმარე მას. ტრევორ, კარგი, მას სხვა მხარეს წავიყვან. დროს მოვიგებ თქვენთვის და გასასვლელს მოვძებნი. კარგი. წადით. შევთანხმდით. წადით. კარგი. ჯანდაბა. რა იყო? მეგობრებმა მიგატოვეს? ასე როგორ შეიძლება? გვიშველეთ. 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 ჰეი! წადი შენი დანბარ. ჯერ ერთი მისტერ დანბარ. დაიმახსოვრე მისტერ დანბარ. ჩემი გაკვეთილებიდან რამე თუ უნდა გესწავლა, ეს კარგი მანერებია. რას ველოდებით? არ ვიცი, საით წავიდეთ. ფეხებზე მკიდია. რამე მოიფიქრე. ჯერ ერთი მე მგონი ტვინის შერყევა მაქვს, გასაგებია? ძალას ნომატან, ახლა ვერ ვფიქრობ. მაგრამ შეიძლება იქეთ. მოიცადე. შარშან რეპეტიციებიდან მოსაწევად გავდიოდი ხოლმე. ეგრე შუაშია. მომისმინე. კულისებიდან კი ბესახურავზე ადის. კარს არ კეტავენ. ნამდვილად? ახლა არ ვიცი, მაგრამ ზამთარში ნამდვილად არ კეტავდნენ. გესმის? უკეთესი იდეა გააქვს? წავიდეთ. არის აქ ვინმე ცოცხალი?
ამ შემთხვევაში ტუალეტის საშვე უნდა მაჩვენოთ გასვლის დროს. იცი ყველაზე მეტად რა მაგიჟებს სკოლაში ამ წლების მუშაობის განმავლობაში. როდესაც მოსწავლეები ტუალეტში გასვლას გთხოვენ და შენ მათ საშვს უწერ. ისინი კი ტუალეტში არ შედიან. მათ უბრალოდ გაკვეთილზე ჯდომა ბეზრდებათ. არა მესმის, მეც ბეზრდება. მაგრამ საქმე ამაში არ არის. მთავარი ბანალური პატივისცემაა. მეც მიხარია სკოლის ზარი. რადგან არ შემიძლია ადგომა და გასვლა. ზარის დარეკვას ველოდები. ეს იდიოტიზმი და ბარბაროსობაა. რომელიც სამსახურში გიწევს საათზე მეტი ერთ ადგილას ჯდომა. საათისთვის გიწევს ყურება, სანამ ზარი დაირეკება. მოიცა დეფეხი. თითქმის მივედით. მოიცა. მიდი ნახე ღია თუ არა და მერე დაბრუნდი. აქ დამელოდე. არსად წახვიდე. ხუმრობ? ჯანტაბა. დაკეტილია. ჯენ. არ გინდა მეშინია. კარგად ხარ? აქ არის. ის აქ არის. ჯენი სად არის? არ ვიცი. საინტერესო ამბავია. ეს არავისთვის მომიყოლია. ერთხელ დირექტორმა მკითხა, რას ფიქრობდი იმაზე, რომ თეატრალური წრისთვის მე ხელმძღვანელა. მათი მასწავლებელი ავად გახდა. მონონუკლეოზი თუ რაღაც მსგავსი დაავადება შეეყარა. ის სკოლიდან წავიდა და სასწავლო გეგმა არ დატოვა. სად არის? არ ვიცი. ნერვიულობდი. თავიდან არ მინდოდა. მაგრამ მერე იცით რა ვქენი. დავფიქრდი და გადავწყვიტე დავთანხმებოდი. კომფორტის ზონიდან უნდა გამოვსულიყავი. მოკლე პიესაც კი დავწერე, ლინკოლნის სიკვდილი. ძალიან ბევრი დრო დავხარჯე მარტო ტექსტზე კი არა, სასწავლო გეგმის შედგენაზეც. და ზაფხულის არ დადეგებამდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევით გავიგე, რომ დირექტორმა თეატრალური წრისთვის გამოყოფილი თანხა სხვა აქტივობებზე გადაანაწილა. აქედან უნდა წავიდეთ. მას არ დავტოვებ აქ. ასე რომ თეატრალური წრე გაუქმდა. ბავშვების სხვა წრეებზე გადაანაწილეს. მე კი როგორც მანამდე მთელი წელი მხოლოდ ჩემს საყვარელ ისტორიის კურსს ვკითხულობდი. მას შემდეგ სულ ფიქრობდი, რა მოხდებოდა ეს პიესა რომ დამედგა. ახლა კი საფიქრალიც არაფერია. ეს ახლა ხდება. თანაც მსახიობებთან ერთად. შესანიშნავია. მისტერ დანბარ, არ გინდათ? ალბათ მას ეშინია. ან ძალიან კარგი მსახიობია.
გინდა დამატებითი ქულები. სამი შეკითხვა შეცდომის უფლების გარეშე. თუ ყველა სწორად უპასუხებ, გაგიშვებ. თანახმა ხარ? ძალიან კარგი. დავიწყოთ. მაშასე, პირველი შეკითხვა მოთელისთვის. ეს ძალიან მარტივია. დამისახელე პრეზიდენტი, რომელმაც მონობა გააუქმა. მაპატიე? აბრაამ ლინკოლნი. რომელი ომის დროს მოხდა ეს? სამოქალაქო ომის დროს. ძალიან კარგი. სედი, კონკურენტი გამოგიჩნდა. ვინ მოკლა აბრაამ ლინკოლნი? ვიცი, რთულია. სამ მინიშნებას მოგცემ. კარგი? მან ლინკოლნს კაფეში ესროლა, დანაშაულის ადგილიდან გაიქცა და მისი სახელი 300-ოსგან შედგება. მოიცადეთ, ვიცი. სახელი 300-ოსგან. ლი ჰარვი ოსვალდი. ჯენ, შეგეშალა, არა. არა. თითქმის გამოიცანე. ღმერთო, არა. გავიქცეთ. ჩანდება. ყველა კარი ჩაკეტა. ფანჯრებზე გისასებია. ვერც დავრეკავთ. აქ სტაციონარული ტელეფონი არ არის? ხოლო შიდა ნომრებისთვისა, საქალაქო კავშირისთვის ტელეფონი დირექტორის კაბინეტშია. ეს ძალიან შორსაა. მან ალბათ ხაზი უკვე გადაჭრა. მობილურამდეც ვერ მივალთ. მოიცადე. არის ერთი. ტელეფონი? არის? ხო, ბერდის კაბინეტში. რა? მაგიდის უჯრაში მეორე ტელეფონი ედო. მინახავს როგორ რეკავდა შეჯიბრებების დროს. ალბათ საყვარლისთვის კონდა რომ ცოლს არ გაეგო. მაშინ დარბაზიდან უნდა გავიქცეთ, იქნებ იქ არის. გასაქცევი არსად გვაქვს. ყველაფერი ჩაკეტილია. ან როგორმე დავრეკავთ, ან აქ დავიხოცებით. მესამე შანსი არ არის. არ დამტოვო. კარგი. ჩუმად იყავი გესმის. დაუბრუნდები. გპირდები. არ წახვიდე, მე შინია. მეც მეშინია. მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. აი ეს მესმის, ყველაზე სწრაფი თვითმკვლელი ხარ, ვინც მახსენდება. დამეჯერე, ბევრჯერ ჩამიტარებია ფიზიკური მომზადების გაკვეთილები. ჯანდაბა. ღმერთო. ჯანდაბა. ასე ნუ ნერვიულობ. ეს სასიკვდილო ჭრილობა არ არის. ჯანდაბა. მოსავლეებისთვის მწვრთნელის კაბინეტში შესვლა აკრძალულია. მიდი. არის. მე ტრევორ ბენტელი ვარ. დახმარება მჭირდება. ჩემი მოკლა უნდათ.
მომწონს როცა ფიქრობ. ამ თამაშის სტრატეგიული აზროვნებაა საჭირო. ქალბატონებო და ბატონებო, თამაშის მიზანი დროშის მოპოვებაა. Sadie! მართალია. სწორია. ეს სილამაზის კონკურსია. ასე არ არის, ლაილა? ახლა ჩვენი კონკურსანტები გავიცნოთ. გამარჯობა, საყვარელო. გამარჯობა. ჩემო ლამაზო. ძალიან მენატრები. რა საკეთებ? ტელევიზორს ვუყურებ. დედას წინავს. უკვე გვიანაა. შენც უნდა გეზინოს. რატომ რეკავ? შეგიძლია ტელეფონის სიარას მისცე? არა. გთხოვ.
გაოცებული ვარ. როგორ გაბედე რომ ველოსიპედის ამბის მერე დარეკე. მაპატიე. ბოდიშ სიხდი. ეს რაღაც ახალია. შეიძლება პირველად ვიხდი ბოდიშს. მაგრამ პირველი არ არის, როცა ჩემს საქციელს ვნანო. რა გინდა? ყველაფერი დასრულდა რა. ყველაფერი დასრულდა. ახლა ხვდები, ახლა მესმის. მე ვცდილობდი როგორც შემეძლო. მართლა, მინდა ეს იცოდე. მინდა იცოდე. ვიცი. ვიცი. ო, იცი რომ იცი. შენ დანებდი. არ დაგავიწყდეს რომ შენ დანებდი. არა. უბრალოდ მივხვდი რომ წასვლის დრო იყო. შენ ამას ახლაც ვერ მიხვდი. უკვე გვიანი არა? მისმენე, ველოსიპედის სასაწყობად კანჩი მაგიდის უჯრაში დევს. ზედა უჯრაში. ჯონ, სათხარ. ერთი თხოვნა შემისრული. სიერას უთხარი რომ მიყვარს. შენც მიყვარ ხარ. მითხარი, სათხარ. იცი რატომ არ მოგკალი? რა გინდა? იცი რატომ ხარ ბოლო? შენ არ ხარ ბოლო. შენს მოკვლას არ ვაპირებდი. მისტერ დანბარ, მე მისტერ დანბარს ნუ მეძახი, ჯონი დამიძახე. გეყოფა თამაში. სახლში მინდა. რას ნიშნავს სახლში გინდა? რას ნიშნავს? აყოფნა არ მინდა. გახსოვს ერთმანეთს რომ წერდით? როცა შენი ინსტაგრამის ნიკი მომეცი. ეს სწავლისთვის იყო, ხომ იცით? შენ მე ფლირტავებოდი? არ გეფლირტავებოდით. მატყუებ, შენი ნომერი რატომ მომეცი? არ მინდოდა. რატომ მომეცი? სულელი ვარ, იდიოტი თინეიჯერი. რა გინდათ ჩემგან? მაპატიეთ. გახსოვს მითხარი რომ ხანდახან გინდა ყველაფერი თავიდან დაიწყო. ისე როგორც ადრე.
ყველა ასე ამბობს. შენ შეძლებ. მე და შენ შევძლებთ. შეგვიძლია სადმე წავიდეთ. ნორმალურ სამსახურს ვიპოვე. მაგრამ მინდა რომ ჩემ გვერდით ძლიერი ადამიანი იყოს. იცი რამდენი წელი შევალე ამ წყეულ სკოლას. უარს ვამბობ იმის აღიარებაზე, რომ ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი არ დასრულებულა. მოდი აქ. ნუ გეშინია. ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ყველა. ვიცი რომ ახლა ეს არ გესმის, მაგრამ ერთხელაც გაიგებ. შენ ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი იყავი კლასში. სერ. იარაღი დააგდეთ, სერ. ბიჭებო, მისგან შორს გაიწიეთ. ნუ ყვირით, კარგი? ჩვენ უბრალოდ საუბრობთ. იარაღი დააგდე. მეც სახელმწიფო მოხელე ვარ. უკან დაიხიე. იარაღი დააგდე. ბოლოჯერ გაფრთხილებ. მეც კარგი ბიჭი ვარ. იარაღი დააგდე. ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ. სერ, დააგდეთ იარაღი. სედი, მოდი ხარ ჩემთან ერთად. ესე იგი მას ესმოდა ისტორიაში თავისი როლის შესახებ. ნამდვილად. მან იცოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ისტორიაში თავის კვალს დატოვებდა. მეტი არც არაფერი უნდოდა. ხო. სავსებით გეთანხმები. რელიზი მოამზადა G-წერტილი მუვი.
Thank you.